საქართველოს თუ სწორედ მახსოვს 2024 წლის მონაცემი არის 52% საქართველოს მოსახლეობის არის ქალი და 48 არის კაცი. ქალები ვართ უმეტესობა, პროტესტის მონაწილეებს შორისაც ქალები უმეტესობა არიან. ქალების გაჩერება მნიშვნელოვანია რეჟიმისთვის, რომ პროტესტი შეწყდეს და თუ შევხედავთ სხვა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტების და მშვიდობიანი პროტესტის დინამიკას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მერე რთული მაგალითად სუდანში 2018-19 წლებში, როდესაც მშვიდობიანად შეიცვალა სადღაც 30 წლიანი მმართველობა, აი ამ პერიოდშიც კი ქალების მონაწილეობა მშვიდობიანი პროტესტი იყო ძალიან ეფექტური და შედეგიანი. მერე რა განვითარება მოყვა ამ ამბავს ორმა კაცმა ძალაუფლება ვერ გაიღო და დღემდე რომში არის ჩართული სუდანი, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ ქალების როლი პროტესტში და ქალების როლი მშვიდობიანად ვითარების შეცვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ გონია რომ რეჟიმისთვის უნდა იყოს ხელსაყრელი ქალების შეშინება და გაჩერებაც. მე არ მგონია რომ ჩვენ გვეშინია. არ ვიცი. არ მგონია რომ საქართველოში პროტესტში მონაწილე ქალების შეშინება.